ნიკ, აქ მოდი, რა კარგი ხედია, რა კარგად ჩანს აქედან ყველაფერი. მთელი იმერეთი ხელის გულივით ჩანს. მართლაც რა ლამაზია, ყველაფერი მწვანეა და მშვენიერია. აქ იყო გელათის აკადემიაც. ხო, ვიცი ამის შესახებ, ბიძაშენმა თქვა, სად იყო აკადემია? აი იქ, გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარი შესასვლელია. წამოდი, მივიდეთ. რა არის იქ? რა უნდა ვნახოთ? ერთი წუთით. ხედავ ამ დიდქვას მთავარ შესასვლელში. ეს დავით აღმაშენებლის საფლავია. შესასვლელში რატომაა საფლავი? დავით აღმაშენებელს ასე უნდოდა. ყველა ვინც აქ შემოდის, მის საფლავზე დგამს ფეხს. ერთ ქართველ პოეტს ანა კალანდაძეს აქვს კარგი ლექსი ამის შესახებ. რა საინტერესოა, ჩვენ რატომ შემოვედით სხვა მხრიდან? აქედან რატომ არ შემოვედით? ადრე ეს იყო მთავარი შესასვლელი. ყველა აქედან შემოდიოდა. რამდენიმე საუკუნე ეს შესასვლელი იყო ღია, მაგრამ ახლა შემოსასვლელი ზემოთაა. იქ რა არის? ეს ერთსართულიანი შენობა რა არის? ეს გელათის აკადემიაა, ძველი ქართული სასწავლებელი. დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა გელათის მონასტერთან. აქ იყვნენ ცნობილი ქართველები და ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, ფილოსოფიას, რიტორიკას, გრამატიკას, ასტრონომიას, რელიგიას და ასე შემდეგ. რომელ საუკუნეში? მე-12 საუკუნეში იყო პირველი ქართული აკადემია. ეს დიდი კულტურაა.